პირველ რიგში მაინტერესებს რა იყო თქვენი მიზანი ჩვენს უნივერსიტეტში ვიზიტის. ჩვენ გახლავართ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ექსპერტები და ამ ვიზიტის მიზანი არის თქვენი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამა შეფასდება, რამდენად შეესაბამება, რამდენად აკმაყოფილებს აკრედიტაციის მიზნებს, რა არის პროგრამაში დასახვეწი, რაც მისი განვითარების შესაძლებლობებზე გაისახოს შემდეგ. თუ ჩვენი დასკვნის შემდეგ პროგრამა აკრედიტაციის საბჭოს ხდომაზე მიიღებს აკრედიტაციას, ეს ნიშნავს იმას, რომ 5 წლის განმავლობაში პროგრამა იქნება აკრედიტებული და ამ პროგრამაზე მოსულ სტუდენტს ექნება საშუალება, რომ მოიტანოს დაფინანსება, ანუ სასწავლო გრანტი. თქვენი აზრით, რამდენად სრულფასოვანი პროგრამა წარმოადგინა სატელევიზიო სასწავლო ცენტრმა? მე მოგახსენებთ, აკრედიტაცია, პროგრამის აკრედიტაციას საზოგადოდ გულისხმობს ქალბატონინამ როგორც ბრძანას, არსებულ სტანდარტებთან შესაბამისობას. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების გარკვეულ ნაწილს გააჩნია სტანდარტები და ამ ექსპერტიზის ფარგლებში დადგინდა სტანდარტებთან თქვენს მიერ წარმოდგენილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარმოდგენილი პროგრამების შესაბამისობა. როგორ ფიქრობთ, მატერიალური ბაზა რამდენად არის ამ წარმოდგენილი პროგრამის შესაბამისი? ანუ სტუდენტებს არსებული ტექნიკით რამდენად აქვთ საშუალება რა იმუშაონ, თქვათ, გააკეთონ რაღაც სიუჟეტები და პრაქტიკა? ჩვენი შეფასებით ეს მატერიალური რესურსი, რომელიც ახლა აქ არის საკმარისი იმისთვის, რომ სწავლის იმ შედეგზე გავიდეთ, რომელიც დაფიქსირებული არის პროგრამაში, მაგრამ მოგახსენებათ, რომ ეს ტექნიკა ძალიან მალე მორალურად თვდება, შეიძლება ფიზიკურად არა, მატერიალურად არა, მაგრამ მორალურად თვდება და ამიტომ ვისურვებდი, რომ უნივერსიტეტს და თქვენ სასწავლო ცენტრს მუდმივად განახლების საშუალება, უბრალოდ ფინანსური საშუალება გქონდეს ამისი. ძალიან დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. დიდი მადლობა თქვენ, ძალიან საინტერესო იყო ამ სასწავლო კომპონენტში მონაწილეობა ჩვენთვის. მადლობა თქვენ. მადლობა. მადლობა.